განდის მემკვიდრეობა. უტარ პრადეში, ჩრდილოეთ ინდოეთი. ინდურ კულტურაში ადამიანები კასტებად იყოფიან. ყველაზე დაბალი კასტა იმდენად საძულველია, რომ მის წევრებს ხელშეუხებლებს უწოდებენ. ვარდისფერი ბანდა შედგება ასობით დაბალი კასტის წარმომადგენელი ქალისგან, რომლებიც საკუთარი ტრადიციების შესანარჩუნებლად იბრძვიან. მათ ეხმარება ჯგუფის დამაარსებელი, სამპად პალი, რომელიც მთელ ინდოეთშია ცნობილი. ეს ვინ არის? ვინ არის? ჩემი ქალიშვილია და ბიჭი, მეზობელი. რომელი კასტა ხარ? ხელშეუხებლების. ბიჭი სად არის? გაიქცა, ქალიშვილი მიატოვა? ო, ახლა რა ხდება? გოგო ჩვენთან დაბრუნდა. რა გინდათ? რომ ბიჭმა ის ცოლად მოიყვანოს. უნდა მოიყვანოს. მოიყვანე შენი ქალიშვილი. რატომ ხარ მოწყენილი? რა სახე გაქვს? დაჯექი. გოგონები ალაპარაკდებიან. სოფლიო შეიცვლება. თამამი უნდა იყო. რა ქვია? რეხა. რატომ ხარ ასეთი მორცხვი? რეხა ქვია? ჰო, ბიჭს რა ქვია? აფაი სინქი. რამდენი ხანი იყავით ერთად? 2 წელი. როდის გააკეთეთ ეგ? სად? მითხარე. რატომ ერევი? წადი აქედან. წადი. წადი აქედან. უბრალოდ კითხვა დავსვე. მერე ქენი ეგ. ბაბუჯიმ არაფერი იცის. ეს ქალის პრობლემაა. არაფერია ცუდი იმაში, რომ მაღალი კასტის წარმომადგენელზე დაქორწინდე. სიყვარულით ქორწინება კარგია. ადამიანები თუ საჭმელს და ტანის ამოს ირჩევენ, ცხოვრების მეგზური რატომ არ უნდა აირჩიონ? საზოგადოება თვლის, რომ ეს არასწორია, დაივიწყეთ ეს. ყველამ დაივიწყეთ. შეამოწმეთ გოგო, სად არის დედამისი? ორსულად ხომ არ არის? მესამე თვეშია. იმ ბიჭის ბავშვია? ო, 2 თვის წინ მიატოვა. გასაგებია. წამოდი. წავედით. ბიჭს დაველაპარაკებით და დაგაქორწინებთ სასამართლოში. ნუ გეშინია. ყველას უთხარი, რომ მასთან ერთად დარჩები. ან თავს ჩამოიხრჩობ. უნდა დაქორწინდნენ. აუცილებლად. პოლიციას ვეტყვით, რომ გამოუშვან. ჩვენ ამ გოგოს გამო მოვედით და იმ ბიჭის გამო, რომელიც დაპატიმრებული გყავთ. რეხა უნდა დაქორწინდეს. დაუქორწინებელ გოგონებს, რომლებიც ორსულდებიან, ხშირად საკუთარი ოჯახის წევრები კლავენ. სკამები მოიტანეთ. ამ გოგოს გამო მოვედით და იმ ბიჭის გამო დაპატიმრებული რომ გყავთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მერე ბიჭმა გოგო მიატოვა. ხელშეუხებლების გოგოა? დიახ. ბიჭი უფრო მაღალი კასტიდანაა. 15 თვე იყვნენ ერთად. ერთად ჭამდნენ და ერთად ეძინათ. ბიჭს გოგოს კასტასთან პრობლემა არ ჰქონია. შეიძლება ბიჭი ვნახოთ. აქ არის. თუ გინდა ამ გოგოს ცოლად მოყვანა, მოიყვანე და დაგლოცავთ. გიყვარს? კი, მიყვარს. ო და თქვი რომ გიყვარს. თუნდაც მამა შენმა შენზე უარი თქვას.
შენს ოჯახში გოგო რომ დაფეხმძიმებულიყო, მას მოკლავდნენ. მაშ რატომ მიატოვე ის? რომ არ მიგეტოვებინა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. მე სხვა საქმეზეც ვმუშაობდი. ამის მსგავსი იყო. გოგომ თქვა თუ სამართალი არ იქნება, თავს ჩამოიხრჩობო. პოლიციამ უთხრა მიდი და ჩამოიხრჩაო. გოგო წავიდა და მართლა ჩამოიხრჩა თავი. წარმოგიდგენია? ეს ბიჭი ბანდიტივით მოიქცა. ხედავ რა დღეშია. მე მისთვის არ დამიძალებია რომ გამომყოლოდა. ორივე დამნაშავე ხართ. შეცდომა დაუშვი. დარჩი და მოუარე მას. მასთან დავრჩები. მოიყვანეთ. მოიყვანეთ აქ მამამისი. თქვენ თქვით რომ გოგოს თქვენ სახლში არ შეუშვებთ. რატომ არ შეუშვებთ? მითხარი. რატომ არ შეუშვებთ ამიხსენით? მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. მიდი თქვი. დიდება ბარამ ბაბას. ეს კაცი ჩემი მოსწავლეა. მან იცის. ყველა მიცის რომ მე განსაკუთრებული ძალა მაქვს. შენი ჯერ არ გიგრძნია. გონია რომ ძლიერი ხარ. მაცადე და გაჩვენებ რა შემიძლია. გაჩვენებ რა შეუძლია ჩემს ძალას. ამიტომაც შევქმნით ვარდისფერი ბანდა. არ ვიცი რომელ ღმერთზე ლოცულობ. მე ღმერთების არ მჯერა. დაარჩენი ბარამ ბაბაების მჯერა. თუ ზებუნებრივი ძალა გაქვს, მიდი და მტრად მაქცია. მერე წადი და ილოცე შენი ბარამ ბაბასთვის. მტრად ვერ გაქცევ. ოდა ვერ ჩემაშინებ შენი ბარამ ბაბათი. ღმერთები ჯანდაბაშიც წასულან. ამ გოგოზე უფრო ლამაზი ქალღმერთი მაჩვენე. არ არსებობს ქალზე უფრო ძლიერი არსება. ამ ორს ჯერ კიდევ უყვართ ერთმანეთი. უკვე დაქორწინებულებიც არიან, შეიძლება ითქვას. ამაცი უნდა იყო და იბრძოლო. ნუტირი. ყველა უშვებს შეცდომებს. მათ შეცდომა არ დაუშვიათ. მისმინე? მათ მხოლოდ ერთმანეთი უყვართ. აქ სულ ხდება ასეთი რაღაცები. დამშვიდდი. დაუბრუნდებით შენთან. გესმის? რამე ჭამა ამან? ამბობს რომ ცოლად მოიყვანს და რომ ოჯახმა აიძულა, გოგო მიეტოვებინა. აქ ყოველთვის ასეთი რაღაცები ხდება. შვიდად. საჭმელი აჭამეთ. აჭამეთ ფშიერია. აიძულეთ რომ გოგო მიეტოვებინა. ჩვენ არასდროს გვინდოდა რომ ოჯახი დაგვეღუპა. ჩვენი ცხოვრება დაინგრა და არა მისი. იმ კაცმა თავის შვილს სიძულვილი ჩაუნერგა. კარგი, ნუტირი. მორჩა, ყველაფერი დასრულდა, ნუღარტირი. ყოველი მციყოს ის დღე, როცა ესენი ერთად ნახე. ის დღე დაიწყევლოს. სიჩუმე. ესე იგი, საკუთარი შვილი უნდა მომეკლა? ამას მეუბნებით, საკმარისია. ხვალ დავბრუნდებით. აუცილებლად მოვალთ. აუცილებლად. შიგნით შედი. დაქორწინდი და ბედნიერი იყავი. თხუთმეტი წლის წინ სამპატი თავისი სოფლიდან გამოაგდეს იმის გამო, რომ ქმრის მშობლებს არ უჯერებდა. ახლა ის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს, თავის პარტნიორ ბაბუჯისთან ერთად. ზემოდან. ეგრე. სამპატი ერთ-ერთი უმდაბლესი კასტის წარმომადგენელია. კარგია. ბაბუჯიკი, რომელიც განათლებული კაცია, ყველაზე მაღალის. ისინი ვარდისფერი ბანდის შემოწირულობებით ცხოვრობენ. საკმარისია. სინათლე ჩააქრე.
ვიბანავებ. ეს ინდოეთის ოცნაურობაა. ყველანი რომ თანასწორები ვიყოთ და ხელშეუხებლობის არ გვჯეროდეს, ახლა ჩვენი ქვეყანა ამ დღეში არ იქნებოდა. ეს ყველაფერი ერთ დღამში არ შეიცვლება. ხალხი უნდა გავაღვიძოთ. ხალხისთვის მიუღებელია. მე და ბაბუჯი ერთად რომ ვცხოვრობთ. ის აქ არის დილიდან საღამომდე. მათ ისევ სჯერათ ხელშეუხებლობის. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება. ამბობს, რომ რეხას თავის მშობლებთან არ წაიყვანს. ეს მისი საქმეა. იქ წაიყვანს, სადაც სამუშაოს პოვნა შეიძლება. ძალიან კარგი. კარგი. ამბობს, რომ აქ საერთოდ არ არის სამუშაო. मेरे बस का नहीं है भाई मेरे बस का ये नहीं कोका है ये सबको कहते हैं हमारे बस का नहीं हमारे बस का काम है ही नहीं आप हमें भी ले चलेंगे अपने यहाँ მითხრა ამას ვერ ვიზამო. ვინ? जहाँ आपका गाँव ყველა ამას ამბობს. आप रहते हो और क्या შეგიძლიათ თქვენთან წამიყვანოთ? სად? कि नहीं हम तो საიდანაც ჩამოხვედით? ლონდონში? ო, अच्छा लग रहा წამიყვანეთ იქ, რატომაც არა. სამპატან თხოვა ადგილობრივ პრესას და ვარდისფერ ბანდას, რომ რეხას ქორწილს დასწრებოდნენ. ქორწინება ორი სულის შეხვედრაა. დღეს ორი სული. აბჰაი სინქი და რეხა დევი ერთმანეთს ხვდებიან. ბიჭი უკანა კასტიდანაა. გოგო ხელშეუხებელი. გილოცავთ. დასხედით. გილოცავთ, შვილო. გილოცავთ. დამაცადე. ყვავილები, შენც მოკიდე, ნელა. დიდება ღმერთ ვიშნუს. ტაში დაუკარით. ახლა შენ ჩამოკიდე. ეს გოგო შუაღამით მოვიდა ჩემთან. მე ძინა და ჩემი ქალიშვილი ავად იყო. საპირფარეშოში გავიდა და მითხრა გული მიმდისო. მე და ბაბუჯი მცივი წყალი შევასხით სახეზე. კარიღია იყო და უცებ ეს გოგო გამოჩნდა. მეგონა სიზმარში ვიყავი. მოჩვენებასავით იყო. მან კი მითხრა დაო ეს მე ვარ. რამპი არის. ახლა პოლიციაში მივდივარ. მაგათ ვაჩვენებ სეირს. ეს გოგო სადმე უსაფრთხო ადგილას დატოვა და ისე წადი. საოჯახო ძალადობის სარჩელს შევიდან მათზე. ბოლოს როცა სახლში არ უშვებდნენ, ვაიძულე შეეშვათ. ახლა ვაჩვენებ სეირს. ჩემთან დარჩი. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ.
მას გოგო გაუჩნდა. როცა ქალი მშობიარობს, ორი კვირა სახლში უნდა დარჩეს. ის კი გარეთ გამოაგდეს. მისი ქალიშვილი სულ პატარა იყო, აი ამხელა, 2 კვირის. ამ გოგომ თავის მოკლას ცადა, მატარებელს უვარდებოდა. მე გავიქეცი და გადავარჩინე. მერე სახლში მოვიყვანე ჩემთან. მერე მისი ქმრის მშობლებთან მივედი. საყვედური მითხრეს, რატომ მოგვიყვანე უკანო. შემაგინეს. ჯოხი ავიღე და ორივე ვცემე. ისინი პირველები გამოიწიენ ჩემსკენ. მაგრამ დავასწარი. დიდი ჩხუბი გვქონდა. მერე პოლიციაში წავედი. მათ ბოდიში მოიხადეს და გოგო დაიბრუნეს. ბოლო რამდენიმე წელი კარგად იყო. ამ დილამდე. სანამ მეტყოდა რომ ისევ გამომაგდესო. შენი მშობლები რას ამბობენ? მითხარი, რას ამბობენ? დედა არ მყავს. გარდაცვლილია? ო, და მამა ჩემი მეუბნება ეგ შენი პრობლემააო. წავედით. მას წასასვლელი არსად აქვს. არავის ჭირდება ის. ქუჩაში დახეტიალობს. სულ წინ და უკან დავდივარ. ბინმესთან თუ მივიდა დახმარების თხოვნით. ამბობენ მეძავიაო. მამამ მთელი აუპატიურებდა. წარმოგიდგენიათ? თქვენი რძალი აქ ცხოვრობდა? დიახ. მერე? მერე წავიდა. წავიდა. ცოტა ხნით დარჩა და წავიდა. რატომ წავიდა? სულ ეგრე აკეთებს. სულ სადღაც მირბის. არ ეკითხებით რატომ? არა. თქვენი შვილი რატომ არ ცხოვრობს მასთან? თავისოლს არ უნდა მიხედოს? საბრალო გოგო დელიმდე ჩავიდა მის საპოვნელად. მერე დაბრუნდა და გარეთ გამოაგდეთ. ჩვენ არ გაგვიგდია? იტყუებით. თავად მითხრა. მოიყვანეთ აქ მისი მამამთილი. ციხეში გინდათ წასვლა? მითხარით, ციხეში წასვლა გირჩევნიათ? არა, ასე არ არის. ბოდიში მოუხადეთ და დააბრუნეთ. დაურეკეთ თქვენ შვილს და უთხარით რომ წაიყვანოს. გასაგებია? მათ თავად უნდა მოიყვანონ. დაივიწყეთ ტრადიცია. ქალები ჩუმად აღარ იქნებიან. კანონი მათ მხარესაა. ქალები თავად ავრცელებენ ხმას სამპატპალის შესახებ. ისინი თავიანთ პრობლემებს მიყვებიან. მე მათი მესია ვარ. რამპი არის მამამთილი. ოთახში ვკედავთ. მაგრამ გაქცევას მაინც ახერხებს. ოთახში კეტავთ? თუ გამოუშვებთ და ყურადღებას არ მივაქცევთ, ხეტიალს იწყებს. ეს არის მისი პრობლემა. ვერ მოაგვარებთ? როგორ? დააბრუნეთ მისი ქმარი. აქ რომ იყო სწორედ მაშინ გაიქცა. მომისმინეთ? არა, მაცადე ლაპარაკი. გისმენ? გისმენ. ლაპარაკი მაცადე. ამ გოგოს მამამისის ნახვა სურს. მუდმივად. მამამისი კი ამბობს რომ თუ ჩემი ქალიშვილი პრობლემაა, მოვალ და ღორივით წამოათრევ სახლშიო. გოგო კი თავისას არისხლიდა. ერთხელაც ავდე კიდევ ვცემე. სწორედ ასე მოვიქეცი. ვინ? გოგოს ცემე? ხო, ვის ეკუთვნის ის? მე მასზე არანაირი უფლებები არ მაქვს. მისმინეთ ის თქვენი შვილის ცოლია. ასე არ არის? ვიცი, რატომ ცემეთ? მე მათ კარგად ვეპყრობოდი. ხო, მაგრამ ხომ ცემეთ? თქვენ ყველას პრობლემები გექნებათ. ჩვენს საქმეში ნუ ჩაერევით. რატომ? თქვენ მე ვერ შემაჩერებთ. ვერც პოლიცია შემაჩერებს.
მართლა? ვერც პოლიცია შეგაჩერებს არა? ასეა. თქვენ შეიძლება პოლიციას გაექცეთ, მაგრამ მე ვერ გამექცევ. რაში მაინტერესებს? დამიჯერეთ. პოლიციას გაექცევით, მაგრამ მე ვერა. ბედნიერი იქნებით ჩვენ თო ციხეში მოხვდებით არა? ძალიან. მიდით და ჩავქსვით მაშინ. იმას მიიღებთ, რასაც იმსახურებთ. კეთილი. თქვენ უერავით. პოლიციას დაურეკეთ. თქვენ ისცემეთ. იცით რა არის ოჯახური ძალადობა? საკუთარ ძალს ფიზიკურად შეეხეთ. ციხეში წახვალთ. კანონით საკუთარ ცოლსაც ვერ შეეხები. მისი ნებართვის გარეშე. მაგრამ პოლიციას უბრალოდ ფული უნდა. გოგო ამბობს, რომ მუდამ ემუქრებით და დასდევთ. თქვენ უთხარით რომ ასე ეთქვა. რატომ უნდა მეთქვა? თქვენ პირველი წახვალთ ციხეში. მე უკვე გითხარით რომ ის მუდმივად გარბის. აუპატიურებთ და იმიტომ გარბის. არ ვაუპატიურებ. ის ამბობს, რომ აუპატიურებთ. თქვენ დაარიგეთ რომ ასე ეთქვა. გარბის და მე რა უნდა ვქნა? მოიყვანეთ თქვენი ნაძირალაშვილი აქ. ციხეში ამოვალპობ. მალე გაიგებთ ვინ ვარ. უკვე ყელში ამოვიდა. თქვენ დაარიგეთ. ეს ყველაფერი თქვენი ბრალია. ნახავთ რა შემიძლია. სამპატპალი არ ვიყო. თუ არ განანოთ. ახლა წავალ. მოხვალთ და გოგოს წამოიყვანთ. პასუხს გაგებინებთ. უბრალოდ ბანდიტები ხართ. საკუთარ რძალს აუპატიურებს და დიდგულზეა. მისი ქმარი უნდა მოვიდეს და წაიყვანოს. ყველას გაჩვენეთ სეირს. ამას ასე არ დავტოვებ. პასუხს აუცილებლად გაგებინებთ. გესმით? არა ადამიანები. ახლა სხვა დროა. დღეს როცა ოჯახები რძლებს კლავენ, ციხეში ხვდებიან. მერე პოლიციელები შარდს ასმევენ. უნდა გეშინოდეს. გაფრთხილებ. აუცილებლად გიჩივლებ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. 2 დღე გაქვთ მოსაფიქრებლად. მერე მე ვიცი. ხოლო 2 დღე. ბაბუჯი წავიდა, გოგო უნდა მოიყვანოს. ვინ? ბაბუჯი. ვინ უნდა მოიყვანოს? რამპიარე. გოგოს აქ არ დავტოვებ. არ დავტოვებ. არავითარ შემთხვევაში. სალაპარაკოდ მოხავს. სკამი მოიტანეთ. თქვენ სკამი მოიტანეთ. რატომ მოიყვანე გოგო? აქ რატომ მოიყვანე? მე ვუთხარი რომ გოგო ჩემთან რჩება. აი ამ ბიჭს ვუთხარი რომ მის ქმარს დაუძახოს. რატომ მოიყვანე? იმისთვის რომ მეზობლები მოწმეები იყვნენ. ისინი სახლში არ მიშვებენ. მეუბნებიან აქედან წაეთრიეო. გესმით რას ამბობს? უნდათ რომ ქუჩაში მოვკვდე. მამა შენთან რატომ გარბი ხარ? ის ამბობს რომ სულ ასე აკეთებ. ხოლოდ მაშინ გარბივა როცა მცემენ. უთხარი რას ამბობს ის კაცი ღამით? უნდა რომ მასთან დავწვე. მე ვეუბნები შენი ცოლი არ ვარ მეთქი. გესმით? ცოდვას ნუჩადი ხარ ქალო. რას ნიშნავს ცოდვას ნუჩადი ხარ? შენ იქ იყავი? რა არის იმაზე უარესი ვიდრე საკუთარი რძლის
ქუჩაში გაგდება. ასე როგორ შეიძლება? ო, ეგრეა, არ ვუნდივარ. მატარებელს ჩავუვარდები. მართლა გავაკეთებ ამას. სხვა გზა არ დამიტოვეს. უნდა იბრძოლო, სანამ ცოცხალი ხარ. აჩვენე მათ, რომ მარტო არ დაიღუპები. მერე პატივს გცემენ. შენ რა ქვია? რიენდერი. მიდი, შენი ძმა მოიყვანე. ყველაფერი მისი ბრალია. ყველა ციხეში წახვალთ. მე მასთან არ ვწვებოდი. მერე მისი ცოლი მოვიდა და მითხრა, მისი საყვარელი უნდა იყო. ღირსებაზე ლაპარაკობდნენ. მეც მაქვს ჩემი ღირსება. მისი ცოლი არ ვარ. მათ არაფერი იციან. არც ღირებულებაზე და საერთოდ არაფერზე. 13 წელი გათხოვილი ვიყავი და აქედან 10 წელი მშობლების სახლში გავატარე. ეს არასწორია. წამოდი რამპიარი, ჩემთან წამოდი. ახლა მე ვარ შენი დედა. გაჩვენებ როგორ გავუშვებ მათ ციხეში. შენ არაფერი შეცვალო. დღეს ახლოსაც ვერ მოვიდა. ო, მოშორებით იჯდა. სახე არ დაიფარო. როცა მიბრუნდები. რა საჭიროა? აი, ეს აიღე. აქ შენ ვარდისფერ ბანდაში ხარ. რამპიარის ქმარმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა. მე არ მინდა ამ ოჯახის დანგრევა. ჯობს შერიგდნენ. ეს გოგო ჩემთან ცხოვრობდა 5 დღე. მისი ქმარი აქ არის. მოდი. ნუ დაანგრევ ოჯახს. დაჯექი შენი ცოლის გვერდით. მიდი. დაჯექი. უფრო ახლოს. განაგრძეთ. ერთმანეთის ტკივილი უნდა გესმოდეთ. ქორწინება სერიოზული რამ არის. მე ვიზრუნებ, რომ კაცებმა მეორე ცოლი არ მოიყვანოთ. სერ უთხარით, რომ სახლიდან არ გავიდეს. რატომ უნდა უთხრას? აქ ჩხუბს ნუ დაიწყებთ. პოლიციას მხოლოდ კანონი ეხება. დაელაპარაკეთ მათ. არ მინდა. კი, მაგრამ იკითხეთ. დადი აქედან. ნაბიჯვარო ძაღლიშვილო. ცოლ-ქმარი ხართ. და ერთმანეთს დაელაპარაკეთ. მიდი, გაყევი. შენც გაყევი. ეს მამამთილია. მაგას მოგვიანებით მივხედავთ. რა მოხდა პოლიციაში? ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. ახლა რას აპირებთ? ერთად ვიქნებით. ის შენი ბედია. ყველაფერი მამა შენის ბრალია. მამა ჩემთვის განათლება არ მოუწია. ცოტა რამ ჩემით ვისწავლე. ჩემი ქმარიც გაუნათლებელია. რა ვქნა? გადავაგდო ის? არა, უნდა შევეგუო. ყველამ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. ახლა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეთ. სამუდამოდ ერთად უნდა იყოთ. თუ გაგაბრაზებს მითხარი და მამა შენის ამბავი თავად მოაგვარე. მოვაგვარებ. დამირეკე. შენი ნიფთები წაიღე. დამირეკე აუცილებლად.
შენ არავინ ყავს. ახლა საკუთარი თავის პატრონი თავად ხარ. მე რომ არ ყავდე, ვინ მოგწმენდა ცრემლებს. შენ სოფელში სამჯერ ვიყავი. დედა შენი ჩემს ანახავად ერთხელაც არ გამოვიდა. არ დაინტერესდა სად ხარ, რას აკეთებ. ბევრჯერ მივედი, მაგრამ შენი ოჯახი არასდროს მოსულა ჩემთან. ნუ ტირი. ახლაც მივედი. საინტერესოა თუ გიკითხავდნენ. ნუ ტირი. რატომ ტირი? მარტო ხარ, მაგრამ თუ კარგად ისწავლი, ხალხს ეყვარები. გესმის? არი ტირო. თავს მიხედე. კარგი? თუ ვინმე გაგაბრაზებს მითხარი. კარგად ისწავლე და აქ იყავი ჩემთან. მე რამდენიმე დღეში დავბრუნდები. აქ იყავი ჩემ გოგოებთან ერთად. დაივიწყე წარსული და არი ფიქრო მათზე. შვილივით მიყვარხარ. ახლა მე ვარ შენი დედა. გესმის? ყველაფერი კარგად იქნება. არი ნერვიულო. წადი. წადი და ჭამე სხვებთან ერთად. წადი. მინდა რენუს განათლება მივცე. ფული დამჭირდება, რომ კარგ სკოლაში გავგზავნო. უნდა დავეხმარო. აქ საკმარისი ადგილი არ მაქვს, რომ ყველა დაეტიოს. ზოგიერთი მოულოდნელად ჩნდება. როგორც ეს ქალი, გუშინ რომ მოვიდა. მისი ქმარი მოკვდა და ოჯახმა ამ ქალის სახლი წაიღო. დაემუქრნენ, მოგკლავთო. შევპირდი, რომ დავეხმარებოდი. ტირილი დაიწყო. მეც ტირილი დავიწყე. ერთხელ დავუყვირე და ახლა ვნანობ. მან იფიქრა, რომ გაბრაზებული ვიყავი. მე კი უბრალოდ ნერვიულობდი, რომ საკმარისი ადგილი არ მქონდა. როცა ხალხი მოდის, საჭმლის სესხება მიწევს. ყოველი ახალი ამბავი წინაზე უარესია. ასე გრძელდება და გრძელდება. მე კი ამდენი საშუალება არ მაქვს. ქალებს არაფერი გვაქვს გარდა ცრემლებისა. მეტი რა გვაქვს. მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ სიბნელემ ჩაკვლაპოს. არ მომწონს ხალხს, რომ ასე ცუდად ექცევი. ნუ მოგწონს. ეს შენ საერთოდ არ გეხება. არ განაღლობს არა? რამე განაღლობს საერთოდ? მე არაფერი დამიშლია შენთვის. ყოველთვის შრომად ვიყავი. შენ კი? ამ პარტავანი გახდი და ეს არ მომწონს. თუ გინდა რომ სახელი გაითქვა, შენი ნებაა. მაგრამ დაიმახსოვრე. ასე მოგცევა არ შეიძლება. ძალიან უხეში გახდი. მე უხეში არ ვარ, ბაბუჯი. დაუკვირდი როგორ ელაპარაკები ხალხს. ვის? მე როდის? მუდმივად. 20 წელია რაც ამ საქმეს ვაკეთებ. 4 წლის წინ არ დამიწყია, როცა შენ გამოჩნდი. შენ ბევრი არაფერი გაგიკეთებია. თუ თვლი რომ უხეში ვარ, მერე რა? ღმერთმა იცის, რომ კარგი ადამიანი ვარ. მეც ვიცი, რა როგორაა. ვიცი, რაც გაქვს თავში. შეიძლება შეთქმულებასაც ამზადებ ჩემ წინააღმდეგ.
შენ აქ იმისთვის ხარ, რომ იკითხო და წერო. და არა იმისთვის, რომ ლექციები მიკითხო. განსაკუთრებულს არაფერს აკეთებ. უბრალოდ პრეს-რელიზებს ამზადებ. მე გაზეთებში ვარ, როცა ვმუშაობ. და არა მაშინ, როცა სახლში ვზივარ. რატომ უნდა გკითხო რჩევა? შენ არ მუშაობ. რატომ უნდა გკითხო რჩევა? არავინ არასდროს დამხმარებია. მაგრამ როცა პრობლემა აქვთ, ყველა ჩემთან მორბის. მე არ მჭირდება შენი რჩევები. შენთვის შეინახე. მე არავინ მეხმარება. ყველაფერს მარტო ვაკეთებ. და ძალიან კარგი. თუ ასეთი გამოუსადეგარი ვარ, ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? მე არ შევიცვლები. თუ არ შეიცვლები, არც მე დავრჩები შენთან. ნუ დარჩები. ამიერიდან რა დავაშავე? ასეთი რა დავაშავე? თუ ერთად ვართ, მაშინ მეც უნდა მომაქციო ყურადღება. თუ არა და შენთვის იყავი. არ მჭირდება მე ეს. შენი ყავი გამოჩენილი თუ გინდა. მე ეს არ მაინტერესებს. ბედნიერი ვარ, როცა ჭიანჭველასავით პატარა ვარ და არც ის მომწონს. რა გზითაც მიდიხარ. ეს ყველაფერი არ მომწონს. ყოველთვის ასეა. კაცი არასდროსაა ერთგული. თუ ქალს მუშაობა უნდა, საზოგადოება ამის უფლებას არ აძლევს. მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა. თუ ქალი თუ ქალი ცდილობს რამის გაკეთებას, ბრძოლის გადატანა უწევს. ტანჯვა უწევს. ხელში ამომივიდა. მეტი აღარ შემიძლია. სოფლიდან მაშინ წამოვედი, როცა ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ. კითხეთ ჩემ ქალიშვილს. შიმშილით ვკვდებოდით ქუჩაში. ძალიან ცუდად ვიყავით და ეს არავის ადარდებდა. ჩაის გაყიდვით ვარჩენდი შვილებს. ყველა ჩემ წინააღმდეგ იყო. ახლა მაშინია, რომ ბაბუჯი მიმატოვებს. ამას ვერ გადავიტან. მთელი დღეები მშივრები ვმუშაობდით. ერთხელ ფული არ გქონდა და 10 რუპია ვისესხეთ. რომლითაც 10 ჩაპატი ვიყიდეთ. მეტი არ მოგვივიდა. რკინიგზის სადგურზე დავჯექით და იქ ვჭამეთ. ეს ყოველთვის მემახსოვრება. როგორ იტანჯებოდა ბაბუჯი ჩემთან ერთად. ახლა უნდა რომ ყველაფერი დაანგრიოს, რაც ვაშენეთ. დედა გენატრება რენო? არა. აღარაფერს ვგრძნობ. ყველაფერი დავივიწყე.
ყველაფერი. चाचा क्या कह दे रहा है შენი ბიძა რას აკეთებდა? यहाँ है कैसा शब्द कब तो उपयोग करें तो साथ कि मतलब ज़्यादा चाचा ने हम დედა ჩემი სულ მის დავალებებს ასრულებდა. करती थी जब छोटी कुछ रही როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედას ვუთხარი, რომ უნდა გავითხოვებინე. कर दिया तो वहाँ पे मारते कूदते थे მანაც გამოთხოვა და ჩემი ქმრის მშობლები სულ მცემდნენ. खाना दें या არაფერს მაჭმევდნენ. इसी तरीके कराते მარტო მამუშავებდნენ. ठानी को घर में रखते थे मुझे მეორე წელს უფრო კარგად ექცეოდნენ. काम कराते थे მთელ სამუშაოს მემაკეთებინებდნენ. मारते थे ससुर भी प्रताड़ित करता हाँ მამამთილიც? तो एक हो. रुपए में वहाँ की जानती हूँ नहीं რომ გავთხოვდი მას მერე დედა ჩემი აღარ მინახავს. ჩემმა ძმამ გადამარჩინა. कैसी नहीं हूँ तो फिर यहाँ से गया मेरा भाई ने लेवा लाया मुझे वो इतनी छोटी ძალიან პატარა იყავი. तुम्हारी माँ რას ფიქრობდა დედა შენი? मेरी लड़की की शादी हो गई कुछ नहीं არაფერს. क्या करेगी როგორ უნდა შეგუებოდა ამ ყველაფერს? ამაზე რომ ეფიქრა არ გამათხოვებდა. მართალია. अब मुझे ही लग रहा है कि ახლა მინდა ვისწავლო და कुछ पढ़ რაღაც გამოვიდე. कुछ काबिल बनूं მინდა განათლებული ვიყო, რომ ჩემი ახალი დედა წავიყვანო და აქედან წავიდე. लिख के ეს მინდა. तक भी मम्मी को लेकर सब ეს ჩემი ოცნებაა. मुझे ही लग დედა რატომ ტირი? हाँ अब तो अब დედა, बस और क्या არ იტირო. मम्मी დედა, क्यों रहे तुम შემომხედე. रेनू तुम याद რენო, არ თქვა რომ დედა შენი შენთან არ მოვიდა. დაივიწყე ყველაფერი. मम्मी नहीं आई დაივიწყე. ये शब्द भूल जाओ დაივიწყე რომ დაუძახე და არ მოვიდა. कि मेरी मम्मी को बुला ამაზე აღარ იფიქრო. ये सब भूल जाओ კარგი შვილო. उसके दिल में जरा პატარა ადგილი მაინც რომ მქონდეს გულში ჩემთვის. მოვიდოდა. बिटिया लड़कियों की გოგოების ცხოვრება სასტიკია. और तो ქალის ცხოვრება სასტიკია. देखिए अभी बाबूजी ने क्या कहा გაიგე რა თქვა ბაბუჯიმ? एक तरह से მათ უნდათ რომ ჩვენ მათი მონები ვიყოთ. अपनी შენ ძალა უნდა იპოვო საკუთარ თავში. केवल रिश्ता როცა მათთვის მუშაობდი, आप काम მოწონდათ. मजदूरी करके ახლა როცა წამოხვედი, उनको देती थी დაგივიწყეს. आ रही थी। अब चले आई हैं ხალხს მხოლოდ ფულის სანაცვლოდ უყარხარ. लोग पैसे के लिए მხოლოდ მაშინ უყარხარ ადამიანებს, लोग प्यार करते როცა რაღაცას წარმოადგენენ. स्वार्थ लाई कर როდესაც საკუთარ ღირებულებას კარგავ, यही रीति არავის ჭირდები. स्वार्थ में स्वार्थ किसी का है तो შენ არც დედა გყავს, არც მამა. जब उनका მარტო ხარ, როგორც მე ვიყავი. ना माँ ყველა მიმატოვა. होता है कोई होते როცა წარმატებული გავხდი, ყველას მოუნდა ჩემი გაცნობა, इसी तरह मैं ჩემთან ყოფნა. मेरे माँ बाप मुझको सब कोई भूल गया მაგრამ დიდი ხანი ვიყავი მარტო. से बड़ी हूँ तो सब लोग मुझको पूछने लगे ने मुझको ძალიან დიდი ხანი. 6-7 साल मैं भी अलग थी सबसे अलग वो तो इतने მე ცუდად მეპყრობოდნენ, आपके पास चली आई მაგრამ შენ სიყვარული მაჩვენე. बहुत იმედი მომეცი. और देती है მე არაფერი ვიცოდი, კითხვაც კი არ შემეძლო. बहुत सीख लिया मैंने ახლა पढ़ती გაზეთებს ვკითხულობ და ვიცი რა ხდება ჩემ გარშემო. कभी कभी पेपर भी पढ़ लेती हूँ तो इसलिए मुझे कुछ अब ज्ञान आ रहा है कि हाँ इस तरीके होती है मैंने रोज पे ანუ სხვა გოგონები როგორ ცხოვრობენ. क्या हो रहा है लड़कियों के बीच में हाँ बहुत გოგონები კვდებიან, कहीं लड़कियाँ कुछ कर სახლებიდან გარბიან, रही कहीं भाग रही हैं და კვდებიან. बहुत सारा से लिख के आता है ასეთი ძალიან ბევრი ისტორიაა. სამპად პალი ვარდისფერი ბანდის ხელმძღვანელობიდან 2014 წელს დაითხოვეს. რენუ ისევ დედამისთან დააბრუნეს. მან კი დაუყოვნებლივ გაათხოვა გაცილებით უფროს მამაკაცზე. ახლა ის ქმართან ერთად შორეულ სოფელში ცხოვრობს.
ვარდისფერი ბანდა ქალებისა და გოგონების უფლებებისთვის კვლავ იბრძვის. გახმოვანებულია მთავარ არხზე.